ბათუმი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის 21 კონგრესის პირველი დღე. დაკავებული სამუშაო დღე ყველას. იწყება მასშტაბური ღონისძიება იმ სტომატოლოგებისთვის, ვისაც სურს გაიზარდოს პროფესიულად, ეჭიროს ხელი მსოფლიო სტომატოლოგიის მიღწევების პულსზე და დაამკვიდროს ჯანმრთელი და ლამაზი ღიმილის შენარჩუნების ყველაზე თანამედროვე სტომატოლოგიური ტრენდი. მოგესალმებით, კოლეგებო, ძალიან დიდი მადლობა უბრძანებისთვის და მონაწილეობისთვის. ჩვენ ქმნით წარმატებულ პლატფორმას პროფესიონალთა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. 21 წელია ჩვენ ვქმნით სივრცეს მეგობრობისთვის, სწავლისთვის და ჩვენი საკუთარი გამოცდილებების გაზიარებისთვის და 21 წელი ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული ციფრია. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს ჩვენი გუნდის მიმართ სანდოობის და პროფესიონალიზმის დასტური. ამ კონგრესმა ძალიან ბევრი გააკეთა ქართული სტომატოლოგიის თაობების აღსაზრდება. პოსტდიპლომური განათლება და ის ახალი ყოველივე ინფორმაცია, რაც კი მსოფლიოში არსებობს, ფაქტურად ბათუმიდან იწყებდა შემოსვლას ქართულ პროფესიულ სტომატოლოგიაში. ავტორიტეტული სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, სპიკერები ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებიდან, სტომატოლოგიის ყველაზე აქტუალური, მნიშვნელოვანი, ინოვაციური საკითხები. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ტრადიციისამებრ 21 კონგრესიც წარმომადგენლობითი და უაღრესად საინტერესო გახლდათ. დღევანდელი პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია. ჩვენ გვყავს უცხოელი სპიკერები და ვფიქრობ, რომ წარმატებული და პროდუქტიული იქნება ეს ორი დღე. Really happy to be here at the 21st. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აქ, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის 21 კონგრესზე. ძალიან მაღალი დონის არაჩვეულებრივ ღონისძიებაზე საუკეთესო ხალხთან, საუკეთესო კოლეგებთან ერთად და განვიხილავთ ენდოდონტიური კლინიკური პრაქტიკის სირთულეებს და მათი მართვის თავისებურებების თანამედროვე კონცეფციას. ჩემთვის დიდი პატივია და ბედნიერი ვარ, რომ მომიწვიეთ და მომეცით დღევანდელ კონგრესზე მონაწილეობის შესაძლებლობა. I'm very happy for that and thank you for the invitation. I'm very glad to stay here. უაღრესად სასიამოვნოა, რომ მაქვს საშუალება დღევანდელი კონგრესის ერთ-ერთი სპიკერი ვიყო. ძალიან შთამბეჭდავი ღონისძიება და მინდა მივულოცო მის ორგანიზატორებს ასეთი დიდი წარმატება, ამ რანგის ღონისძიების ჩატარება. მივულოცო თითოეულ დამსწრე სტომატოლოგს, რომ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა ასეთი მაღალი დონის კონგრესში და ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა, რომ შემიძლია გავუზიარო მათ გამოცდილება ენდოდონტიური მკურნალობის სფეროში და გავაცნო კბილის სიცოცხლის გახანგრძლივების სტრატეგია. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოვახსენებ ამ შანსისთვის საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციას. A nice organization, a place where to stay. Thanks a lot to Georgian Dental Association. ვცდილობთ ხოლმე, რომ დარგისთვის ძალიან საინტერესო თემები განვიხილოთ და წლის განმავლობაში დაგროვილი ინფორმაცია, რაც არის სიახლეები სტომატოლოგიაში, ტექნოლოგიები, მოწყობილობები, აი ამ მეთოდებზე, მიდგომებზე ჩვენს კოლეგებს მივაწოდოთ სათანადო ინფორმაცია.
დიდი პატივია ვიყო ერთ-ერთი სპიკერი საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ 21 საერთაშორისო ბათუმის კონგრესზე და ამ კონგრესზე ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი ლექციები ტარდება, ძალიან მრავალფეროვანი ლექციები ტარდება და არიან სოფლიოში წამყვანი სპიკერები, მოწვეულები, როგორც დღეს მაგალითად არის სპიროს ფლორატოსი საბერძნეთიდან. დღის ბოლოს ასევე ჩატარდება დღესაც და ხვალაც საინტერესო ვორქშოპები და ჰენდზონები ექიმებისთვის, ვისაც აინტერესებს გარკვეული კლინიკური ახალი მეთოდების და დეტალების შესწავლა სხვადასხვა მასალებთან მუშაობისას და ვცდილობთ, რომ თითოეული ეს დღე იყოს ძალიან დატვირთული საჭირო ინფორმაციით და საქართველოს სტომატოლოგებიც ასევე იყვნენ იმოწინავე ექიმების რიგებში და არ ჩამოვარდნენ თავის საერთაშორისო პარტნიორებს. იატროგენული შეცდომებისა და პერსისტენტული ინფექციების მართვა ენდოდონტიაში, გართულებების მენეჯმენტი პაროდონტოლოგიასა და იმპლანტოლოგიაში, საღიჭი კბილების რესტავრაციის ძირითადი პრინციპები, პრეპარირების თანამედროვე ტენდენციები, პუბერტატის ფაზაში მიმდინარე ცვლილებების გავლენა პირის ღრუს ჯანმრთელობაზე. ასეთი გახლდათ იმ მოხსენებების არასრული ჩამონათვალი, რომელიც საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის 21 კონგრესის ფარგლებში გაკეთდა. ჩემი მოხსენება ეხება ერთ კონკრეტულ კლინიკურ შემთხვევას, რომლის მკურნალობაზეც დავხარჯეთ 2 წელი, 2 ოპერაცია გაკეთდა საქართველოში და 3 ოპერაცია გაკეთდა ქალაქ რიმინიში, ექიმ მაურო მერლის მიერ, მისივე კლინიკაში. ეს იყო საკმაოდ რთული კლინიკური შემთხვევა, რომლის ჩვენებასაც და რომლის განხილვასაც ასევე მაურო მერლი აპირებს ფლორენციაში, იტალიის პაროდონტოლოგიისა და იმპლანტოლოგიის საზოგადოების კონგრესზე, ასე რომ დღეს ჩვენს ქართველ ექიმებსაც აქვთ ამის მოსმენის და ნახვის საშუალება. კონგრესის ფარგლებში გაიმართა საქართველოს სტომატოლოგებისთვის საეტაპო მნიშვნელობის ენდოდონტიის სახელმძღვანელოს ორტომეულის პრეზენტაციაც, თუმცა ამაზე მოგვიანებით, ცალკე სიუჟეტად მოგითხრობთ. მანამდე კი კვლავ შეფასებები და ემოციები უკვე მესამე 10 წლეულში შესული კონგრესის გარშემო. მიმაჩნია, რომ ბათუმის საერთაშორისო კონგრესი თავისი შესაძლებლობები არ ამოუწურავს და დარწმუნებული ვარ, რომ მინიმუმ ერთი ამდენი პერიოდი გააგრძელებს ეს კონგრესი არსებობას და სარგებლობის მოტანას, როგორც სტომატოლოგებისთვის, ასევე მთლიანად ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ასეთი გახლდათ საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარებული რიგით 21 საერთაშორისო კონგრესი. და როგორც ყოველთვის, სტომატოლოგთა მრავალრიცხოვანი ოჯახის ტრადიციის ამებ. კონგრესი დასრულდა, კონგრესი იწყება. 22 ღონისძიების სამზადისი გახსნილად ცხადდება.